მაგრძელებ არაბული პარფიუმების დატესტვას, შემდეგი არის ლატაფას ვიქტორია. სხვათა შორის ეს მათი ერთ-ერთი ყველაზე ბოლო სუნამოა, 2025 წლის პარფიუმია. საკმაოდ ელეგანტური შეფუთვით უნდა გითხრათ. თვითონ ფლაკონიც ძალიან ელეგანტურია, ვიქტორიას შესაფერისი, საკმაოდ მძიმე. თავსახურით საკმაოდ მძიმეა. ამისი გატესტვა გადავწყვიტე, იმიტომ რომ არის ცხელი სეზონის სუნამო, ციტრუსოვანი არომატი არის, ფრეშ გურმანი. გახსნაში გვაქვს ლიმნის ნამცხვარი, შემდეგ მოდის ნეროლი და შემდეგ ვანილა. ძირითადად ეს სამი ნოტა არის სულ. ეს არის გამომცხვარი ლიმნის ნამცხვარი. ეს არ არის ლიმნის ნაყინი, ლიმნის სორბე, ლიმნის ლიმონადი, რაღაც ესეთი ცივი ლიმნის არომატი არა. ეს არის ნამდვილად ყავისფერი შაქრით და ვანილით გამომცხვარი ლიმნის ნამცხვარი. ოდნავ უფრო თბილი, გურმანი, ძალიან არომატული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვანილა და ოდნავ სითბო და სიტკბო დაყვება, ლიმნის ფრეშ არომატი მაინც არ იკარგება. არაჩვეულებრივი ბალანსი და არაჩვეულებრივი კომბინაცია გვაქვს ამ ფრეშ და გურმანი ნოტების, რასაც მართალი რო გითხრათ, თუნდაც ლატაფას და თუნდაც არაბული სუნამოებისგან ნაკლებად ვარ მიჩვეული, მე ძირითადად მათი უფრო ზამთრის მძიმე არომატები და სუნამოები მიყვარს. მაგ პარფიუმებს განსაკუთრებულად კარგი ხარისხით ამზადებენ და საათობით ზის კანზე. ამ ბრენდის ზაფხულის სუნამოები ნაკლებად მქონდა გატესტილი, მაგრამ წინაზე ძალიან მომეწონა დელაილა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ვიქტორიაც გამეტესტა. უნდა გითხრათ რომ ვიქტორია უფრო მომეწონა. კიდევ უფრო მეტად მომეწონა ვიდრე დელაილა. მე თუ გითხავთ დღისითაც, მაღალ ტემპერატურაზეც თავისუფლად გამოიყენებს და საღამოსთვისაც არაჩვეულებრივი იქნება, იმიტომ რომ ეს ვანილის სითბო საღამოსთვისაც არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. მოკლედ, ხანგრძლივობაც ძალიან კარგი აქვს, დაახლოებით 7 საათი თავისუფლად ზის კანზე. მოკლედ, არომატი, ფლაკონი, ხანგრძლივობა, სილაჟი, ყველაფერი ძალიან მომეწონა ამ სუნამოზე. მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ ლატაფასთან ზაფხულის არომატი ასე ძალიან მომეწონებოდა. 10-დან 9.